სამშაბათ მეგობრებო, нас მოკითხა ბედნიერება და უფალი ხო ჩვენი ფარველი. დავიწყოთ არა ჩვენი ამბები. დღეს სამშაბათი დღეა და პოლიტიკაზე მოგვიწევს საუბარი. ნუ მეზარება იცით პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ ნუ არა უშავს. In 2 miles, take exit 17 for US 90 toward Pensacola, pace. რა ლამაზი, ხა ფლორიდაში ვიმყოფებით, რა ბუნება, რა მინდი, ყველაფერი კარგი, მაგრამ გინდა არ გვინდა, უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე. უბრალოდ პოლიტიკაზე მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ ხედვიდან გამომდინარე. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ უბრალო ადამიანი, უბრალო მოკვდავი და ჩვენი არხის საშუალებით ჩვენ აზრებს, ფიქრებს გიზიარებთ. და იქიდან გამომდინარე ჩვენი არხი მებრძოლ ახალთვლი ყოველ შემთხვევაში ვცდილობს რომ რა უნდა გააკეთოს უბრალო ადამიანმა ამდენი საინფორმაციო და სხვა ინფორმაცია მოდის, ხო? და ამ ინფორმაციაში გარკვ რა არის მართალი და გარკვეულ რა არის სწორი ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. მეც არა ვარ გამონაკლისი, იმდენად არეულია სიტუაციები, იმდენად რომ არ არის ადვილი, თუმცა In half a mile, take exit 17 for US 90 toward Pensacola, pace. ბიბლია და უფლის სწავლება ამას გვასწავლეს. მით უმეტეს ჩვენ ამ დღეებში პატრიარქის დაკრძალვიდან გამომდინარე ქართველი ხალხი რასაც ხადებს და ვის მხარეს არის, ამაზე გამოჩნდა. ნუ ერთ სიტყვით, მეგობრებო, ამაზე მინდა საუბარი და ეხლა ტვირთს გადავიტან, ეხლა დავამთ ამ დელივერს გავაკეთებ. აი საქმე უნდა გავაკეთო, თან არ დავაკეთო. არ გავაფუჭოთ საქმე, აი ეხლა დელივერს გავაკეთებ. At the next light, turn right. მერე გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. თან დავხვდეთ. ყოველი წუთი როგორ არის ხოლმე ამერიკულად როგორ არის время деньги, ფული, დრო ფულიაო და მოდი ახლა ამ დროს უთხრათ ტახ მოვაგვარებ და მე ცოტა რომ დავიტვირთები, მე At the light, turn right onto US 90 West. სუს რამაზე ადგილებია ფლორიდაში და ჩვენ კიდე პოლიტიკაზე გვიწევს საუბარი. ნუ არაუშავ, შემდეგში ხო მაინც მოხვდებით ასეთ ადგილებში და უკვე ფლორიდაზე და In half a mile, turn left into the parking lot. ამ სილამაზეზე ვილაპარაკებთ. Arrive at 4061 Creighton Road on the left. ვისაც წვიმანები უყვარს ხოლმე ისეთი საინტერესო ამბები იყო, მაგრამ არაუშავს, ასეთი წვიმანები მე შემდეგში მაინც მოგივა. წავიდეთ ახლა მესამე დელივერზე და დავამთავროთ და მე გავაგრძელოთ. გინდა არ გვინდა ამ პოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ გინდა არ გვინდა გვეხება და გონება ჭკუა ანალიზის უნარი და რატო არ უნდა ვილაპარაკოთ. თან ერთი დღე გვაქვს სამშაბათი, მეტი ხო არა. ფლორიდაში ვიწრო გზებია და ოთის ყურადღებით უნდა კაი მოძრაობაცაა. რა კაი ამინდი. არა უშავს. ზაფხულში აქ ცხელა ხოლმე და ამ პერიოდში ყველაზე მაგარი დრო არის რა. ზაფხულში უკვე შემაწუხებელია. კაი, ბევრს ლაპარაკობ, გადავიდეთ, დავამთავროთ ეს საქმე და მერე გავაგრძელოთ პოლიტიკურ თემებზე საუბარი. სად უნდა შევიდეთ? ცოტა მოუხერხებელი ადგილია, მაშინ მივალ ახლა მე სად გავაჩეროთ. Access door. Arriving at 1011 West Texer Drive. კი ვილაპარაკე პოლიტიკაზე მეთქი, მაგრამ არ გამოდის, ისეთი ვიწრო შესასვლელებია ფლორიდაა და თეთრ პატრონი ვნახოთ და ასე შემდეგ. გონი აქით არის შესასვლელი იქი და Warren Doors Access. აგეთ რომ მეტყვის ახლა სად არის? ახლა თური გზარი და ამიხსნა ამ იმას კაცმა. ამირეკა იმა დისპეჩერმა ტვირთი გვაქვს და მოასწარიო და
შენ პოლიტიკას საუბარი გამოგვივარბად ლაპარაკში ალბათ რა ვიცი ჯერეს გამოვიტვირთოთ შევიდე რაღაც ვიწრო ეს არის უიმე რა ცუდი შესასვლელია ალბათ მგონი აქ უნდა შემოვიდე ცოტა ძნელი შესასვლელია მაგრამ აქით ალბათ ხო ალბათ აქა ასე შემოვა ცუდი რაღაცა აქ არ გინდა შემოხვიდე ასე შემოვიდე და ასე მოვტე ხო თუ აქით მოვტე ფლორიდაში სულ ბორბლებს ითხოვენ ხოლმე ბოლოში იმიტომ ძალიან ვიწრო შესასვლელებია და აი რაღაცას მოვიფიქრე საწყობში არავინ არ არის ვიწრო შესასვლელი ალბათ მე მეკითხე აქ შემოდიან დიდი მანქანები და კიგო და აბა ჯორჯ ახოთ აბა როგორ შევარ ხა შევიდე იქ და ის გაუყენებია თუ ეთყობა გადადიან და უძალავენ იქ ციაროს აი დავაყენოთ ახლა ესა ძმაი მაშინ შევიდე ეხოთ და მთავარი აგერ ცხვირი არ დავარტყათ აქ იმედია დავაყენოთ მთავარია შევა თავისუფლად შედის თვითონი და მაინც დავაყენეთ აი ის კინა მიშლიდა ხეს და აი არა უშავს მთავარია მაჟინ და მარცხი ოკეი ახლა გადმოტვირთავენ და გადის აქედან გავარდებით მე ალაბამაში It's okay, yeah? Okay. Yeah, good. Thank you. სანამ გადმოტვირთავენ ჩვენ უცბად დავიწყოთ. ეხლა ბევრი ფოლოვერი ან მაყურებელი იტყვის, ბიჭო, შენ რა გააჭე ამ პოლიტიკაზე ილაპარაკე, ამ ძღოლურ ამბებზეო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცი სულ გადარბენებზე და ემებზე ვარ და ეხლა 5-10 წუთი მომიწევს საგაჩერება და მე სათქმეს ვიტყვით. ნუ მეგობრებო, რაზე გავჩერდით? ორ ნაწილად მინდა ჩვენი ვიდეო ათქმელი თქვა. ნუ პირველ რიგში საერთო ზოგადად ხო ასეთი რაღაცა მომივიდა ნუ კომენტარებში გუში რო დავდე მე პატრიარქის სიმბოლოს გავაცილეთ პატრიარქის სიმბოლო და იქ მე საუბრობ ჩვენ ღირებულებებზე და ჩვენ სულიერ ფასეულებებზე და საკმაოდ სამწუხაროა სამწუხაროდ და მე ამას უპასუხებ და ასეთი კომენტარი მომივიდა ბატონო აკაკი გული დაგწდა რომ თქვენ დემოკრატია და თავისუფალი სიტყვა საშინელებად იხსენიებთო რა. ესე იგი თქვენ თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია საშინელებად მიგაჩნიათო რა. და მე ასეთი პასუხი გავეცი. ხო, ბერძენიშვილზე იყო საუბარი, ხა რახან ბერძენიშვილი ლაპარაკობს, მაგის უფლება არა გვაქვს, ხო? მე ასეთი პასუხი გავეცი. ბერძენიშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ამდენ თავარია არ მოიტყუოს და ფაქტები და მე აქედან პასუხი მოდის. აბა რომელიმე თქვენ აზრსო ეწინააღმდეგებითო და რომელიმე მაგალითი გითხარით რომ იტყუებიან. და მე უპასუხე მე ფაქტები და არგუმენტებით ხო ვიტყვი მეთქი, მაგრამ იმდენ ფაქტები და იმდენ ვიდეოებს და იმდენ მაგალითებს დაგიდებთ მეთქი, შეიძლება ვერ დათვალოთ მეთქი რა. და იმის შემდეგ პასუხი არ მოვიდა. ნუ საერთო ჯამში ისე თქმა მინდა იცი მეგობრებო, რომ პოლიტიკა, საუბარი, ცხოვრება იმდენი ტყუილ მართალი ტრიალებს, მართლა ძნელია გარკვევა და ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გქონდეს არგუმენტები, ფაქტები და ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს არხი, რომელიც ამას ვიყენებთ. და ჩვენ სულ მაგას ვიძახით, რომ არგუმენტი, ყოველი ჩემი სიტყვა არ ყისა, ყოველი ჩემი ნალაპარაკები, არგუმენტები და ფაქტებით იქნება დამაგრებული და ახლა ჩვენ ვიდეო რგოლებს ვიძახით, ვიდეო რგოლებს ვიღებთ, აქედან გამომდინარე იქნება ვიდეო რგოლებით დაფიქსირებული. მეგობრებო, ეხლა ყველას აქვს თავისი არჩევანი და აზრი. და გახსოვთ მე ასეთი რაღაცაც მითხრეს რომ შენ თუ არ მოგწონსო ის არ მოგწონსო არა კაცო მე არ მოგწონს მე ფაქტები და მაგალითებით ვიტყვი ხოლმე და ხშირად ამბობთ თქვენ გაგიგიათ ვინმე მოწინააღმდეგე რომ მეწინააღმდეგება მე ვიძახი რომ შემხვდი და თვალითვალს დაველაპარაკოთ ეხლა სამწუხაროდ მე აქედან უცბად ვერ ვახერხებ მაგრამ თბილისში ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საწინააღმდეგო აზრზე
ან ხედვაზე ყოველთვის მზათა ვარ შევხვდე, მაგრამ ვინაიდან ჩვენ სულ აი გადარბენებში ვართ, იმეებში ვართ, სამწუხაროდ ეს არ გამოდის, მაგრამ არ არის პრობლემა, მე შეძლებს და გვარად ისე ვიდეო თვალით და ვიდეო გოლებით დამეხმარებიან და ყოველ არგუმენტებად, ყოველ საწინააღმდეგო ას დაუპირისპირებთ ვიდეოს. მაგრამ სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ვიდეოს ვაჩვენებ, რაღაცა საწინააღმდეგო იმას ვაჩვენებ, ამისიც არ ჯერათ. ნუ ნელა-ნელა დავიწყოთ. ახლა მოდი მეძახიან და მერე გავაგზავნოთ. გადმოვტვირთვე და ახლა უცბად გავაჩერებ ახლა და 5 წუთი მაინც მინდა ეს უკვე არ არის ცუდი გამოდის, ახლა თან საქმე თან ის არ გამოდის და გავჩერდები და ყველაფერს უცბად მოგიყვებით, უბრალოდ ჩემს სათქმელს ვიტყვი. სტარტი გიყოლა. გავჩერდეთ და დავიწყოთ ლაპარაკი. ხო, რას ვამბობდი? ესე იგი ცოტა ბოდიშით მეგობრობა, მაგრამ რეალიაში რო ვარ, უნდა თქვა მაინც ეს სათქმელი და ორ ნაწილად გავყოთ საერთაშორისო პოლიტიკაზეც ჩვენთან, რაც მოხდა პატრიარქის ამბები და ასე შემდეგ. ნუ რითი დავიწყეთ საუბარი, რომ სამწუხაროდ ტყუილი ტრიალებს გარშემო. გინდა საგარეო პოლიტიკაში, გინდა შიგად პოლიტიკაში. მე უკვე ფიქრობ, ჩვენ როგორ ვაკეთებთ ხოლმე, ჩვენ ადრეც ამაქვს ნათქვამი, რომ ყველა Fox-ას უსმენ, CNN-საც უსმენ, ებრაელების ტელევიზიას უსმენ, იმასაც უსმენ, ყველაფერს უსმენ. პირადად ბევრ რაღაცას უსმენ. მე ხშირად ამაქვს ნათქვამი, ამის მეტი რა მაქვს აქ ნალაპარაკები და ისა ნაპურები უსმენ და მე ვადარებ და მე გამომაქვს რეალური სახე. ნუ საერთაშორისო პოლიტიკაზე ვეძახი. ნუ ეხლა ყველაზე ისეთი ცნობი ისეთი ყველა იყურება, ნუ ყველაზე ხშირად ლაპარაკობენ ამერიკა, ისრაელი, ირანის ომის შესახებ. ფაქტია, რომ უკვე ტრამპმა დაიწყო ეს ომი, ებრაელები თვითონ ამართლებენ საინფორმაციო იმებს რომ მოусმინო, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ჩიხში შევიდა, უკვე თვითონ აქ ამერიკაში მოწინააღმდეგები გაუშვდა ტრამპს, თავისთავად ეს დემოკრატები, მაგრამ უკვე რესპუბლიკელებიც ეწინააღმდეგებიან, იმიტომ რომ მიდის უკვე საუბრები, რომ გენერლებს და სამხედროებს არ დაუჯერა ტრამპმა, იმიტომ რომ როგორც გახსოვს, ადრე იყო ლაპარაკი, რომ თუ ირანში შევიდოდნენ, იქიდან გაიჭედებოდნენ და უკან არ წამოვიდოდნენ, უკან ვეღარ წამოვიდოდნენ ასე ადრე, მაგრამ ტრამპი და მისი სალკე პრობლემა არის, რომ ტრამპამ ევროპულ ქვეყნებს მოსთხოვა, რომ დახმარებოდნენ, მაგრამ ევროპულმა ქვეყნებმა არაო ჩვენ ღირებულებებში რო არ ახარო და უკრაინასთანო რო ასე ლაპარაკობდით, ესე ლაპარაკობდიო, ჩვენ რატომ უნდა დაგეხმაროთო და ტრამპა უთხრა, რომ კარგითო, მაშინ სხვანაირად გაგცემდო თქვენო პასუხსო და ნუ საერთო ჯამში ეს უკვე თქვენ თვითონ აწონეთ რა ხდება, საერთო ჯამში ცუდი სიტუაცია. ამასობაში ისრაელი უკვე მე რამდენი მინისტრმა თქვა, რომ არ არის გამორიცხული ატომური ბომბი გამოვიყენოთო და აქედან ესენი იძახიან არაო და ნუ ერთ სიტყვით სამწუხაროდ დომხალი იმედია კაცობრიობა ამ დომხალიდან გამოვა. ამ ცეცხლის კალი ფაქტობრივად საქართველოს გარშემო ყველგან ომი მიდის, ყველგან ისა და ჩვენ რაღაცნაირად კუნძულივით ავართ და ზოგს რომ დასცინიან ხოლმე, რომ აი ვამბობდნენ ხოლმე, აბა სად გაბწყინდება საქართველო, როგორ გაბწყინდება, ჩვენ ნუ ამას უკვე მეორე ნაწილში ვიტყვი და ის თუ არ მიაჩნიათ, რომ ასეთ ვიღაც ვაი პოლიტიკოსებს და ვიღაც არასწორად ანალიტიკური ვიღაცის ინტერესების გამტარებლები რო იძახენ, აბა დედა ვუტიროთ, იმას ვუტიროთ, ამას ვუტიროთ, ან დრისი გამკეთებელი ხარ, ან რა გაქვს საშუალება რეალურად შეხედე ყველაფერს, მაგრამ როგორ ვამბობთ, ეს აკაცუკური აზროვნება, აკაცუკები ვინ არიან, მეგობრებო, ხშირად მეკითხებიან, აკაცუკები ნახეთ, არის მუთვიმია ასეთი იაპონური მუთვიმია, რომელიც პატარა ბავშვები ებძვიან რაღაცა სახელმწიფოს და იქიდან ყირიან, ხან იქიდან შემოძრებიან და საერთო ჯამში ვითომ გამარჯვებულები არიან და არ გაინტერესებს რა არის ეს აკაცუკები, უბრალოდ ნახეთ, უბრალოდ არის მუთვიმი
რაღაც საბავშვო მუთფილმია და იმიტომ მე სულტან ზუსტი სიტყვა რა აკაცუკურად რო უყურებენ ამ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ მიმდინარე პროცესებს დასაწყვეტია და ამ დროს ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ სიბრძნით ანალიტიკით ისტორიის გამოცდილებით და უბრალოდ ერთი სიტყვით სიბრძნით უნდა ვიყოთ მაგრამ არ უნდათ აკაცუკობა უნდათ აი ეს ცანცრული რაღაცა მოქმედებების თავიც რო არ აქვს და თავს გახვევენ რაც შეეხება ამ საერთაშორისო ურთიერთობებს და იმედია რომ ყველაფერი ერთი წყალობით მე როგორ ვამბობ თავარია უფალთან ვიყოთ უფლის გზებით ვიაროთ და ყველაფერი კარგად იქნება თუმცა აი ენერგიის და კაი ნერვების დახარჯვა კი დაგჭირდება ეს რაც შეეხება უცბად პატარა მოკლე საერთაშორისო ინფორმაცია გითხარით შეძლებდა გვარად იმიტომ მაგისთვის ჩვენ იმდენად როიარები ვიყავით და ეს პროცესები რაც საქართველოში მიმდინარეობდა რაღაცნაირად მაინც გადაიდო ეს მაგრამ რასიზა ცხოვრება გრძელდება და გადავიდეთ ახლა ჩვენ ქართულ რეალობაში მოდი დავიძრა თორე დისპეჩერი არ მასვენებს თან რაღაც 80 მაილი გვა გასავლეთ და 80 მაილში უკვე წყნარად ვილაპარაკებთ შემდეგ თემაზე მივდივართ ალაბამაში ეკავს In 1/2 mile, turn right on North Davis Street, then exit. ისე თემაზე უნდა ვილაპარაკო, ზოგი მეტყვის, რომ ბიჭო, ცოტა დაჯექი წყნარად ილაპარაკენ, მაგრამ ეს ისეთი თემაა, კიდე მოძრაობაში, მუშაობაში, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ. და რა პოზიცია? ნუ იმგლოვიარეთ პატრიარქი დაუგზავნეთ, რამდენი ხალხი მივიდა, რამდენი ადამიანმა პატივისცა და თელმა მსოფლიომ დაინახა და ჩვენი აკაცუკები ცოტა ენა ჩაყლაპეს, მაგრამ მაინც იქმინებიან და ეხლა რომ გადაივლის ეს პერიოდი, გლოვის პერიოდი და უკვე რომ წავა პატრიარქის არჩევა და ცოტა რომ დაწყნადება, ალბათ კიდევ დაიწყებენ მოქმედებას, მაგრამ იმას ვერ საცვლავენ, რა ძალასთან აქვს საქმე. ამდენი ხალხი რო გამოვიდა, მილიონობით ადამიანი. იმას ვერ საცვლავენ, რომ ძალიან უმცირესობაში არიან და ელემენტარული მათემატიკის ამბავია და ქართველმა ერმა გამოხატა თავისი აზრი. ესე იგიო, რა ვიცი, აი რამდენი ალახი, რამდენი სისულელე, რამდენი მოაზრობა გადმოანთხიეს. იმ ხალხის მიმართ 5 დღის განმავლობაში გამოხატავდნენ წუხარებას, მაგრამ წუხარე აქ სიბედნიერიც იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვარ ძალა და მე ეხლა ჩამოვაყალიბებ ახლა შეძლებით და გვარად და ყოველ იმას დაუპირისპირე. ძალიან ცუდი რაღაცები ილაპარაკეს და ალბათ არც მოგვეშვებია და მთელმა მე გლობალურად ვიტყვი რომ თემა მსოფლიომ დაინახო რომ ჩვენი შეცვლა ასე არ შეიძლება. ჩვენ გვიყვარს კარგი ცხოვრებაც, კარგი ჭამაც, კარგი ძმაც, კომფორტული ცხოვრებაც. რატო ცუდი რა? ყველა ის მსოფლიო მიღწევები რაც არის, კაი მანქანები, რატომაც არა, მაგრამ თუ ჩვენ გვეხებიან ჩვენი სულიერი ღირებულების, ჩვენი სულის ფათურში თუ დაიწყებენ, გამორიცხულია ვერ შეცვლი. მე თუ ვარ ქართველი, მე თუ ვარ ქრისტიანი, მე თუ ვარ ჩემი ღირებულების მატარებელი და შენ თუ ხარ ვიღაცა დასავლეთიდან ჩემი მეგობარი და გინდა რაღაცა კარგი მაინდა-მაინც იმაში რატო მიძვრები რაც მე ვერ შემცვლის და ვერ არ უარყოფ ქრისტიანობას, არ უარყოფ წესიერებას, არ უარყოფ იმ ღირებულებას, რასაც ამ ქრისტიანობაში და მართლმადიდებლობაში ჩანს. მაგრამ არა, თქვენ თუ მართლმადიდებლობა და იმას და ამას არ შეხედავ და თქვენ თუ კაი ცხოვრება არ გექნებათ. ხოდა აი მაგაშია მთელი ცხოვრება, ვითომ კაი ცხოვრება ბჭყალებში რის ფასად და როგორ ფასად ეს ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გამოხატა ამ 5 წლის განმავლობაში და ამის გაგება შეიძლება იციან კიდევ გაგება არ უნდა, მაგრამ იბძვიან, მაგრამ ხალხ თუ რისთვის თუ როგორ თუ რანაირად ამას ვერ საზღვრავენ და ვისთან აქვს ძალა და რა ადამიანებთან და რა ბუნებასთან აქვს ძალა, ამას ვერ ხვდებიან.
ეხლა მე რამდენიმე მაგალითს მოვიყვან მეგობრებო, ძალიან შეურაცხყოფ მაგალითებს მოვიტან და ჩვენზეც არის დამოკიდებული როგორ დაუპირისპირდებით და როგორ უპასუხეთ პასუხს. ეხლა ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, ისინი ვართ, მაგრამ ზოგი ტყვის დედაუტიროთ, გადაუვაროთ, მაგრამ არა მეგობრებო, ჩვენი არხი და მეც პირადად და საერთოდ ჩვენი სწავლება, ქრისტიანული სწავლება არსი ბიბლია მაგას არ გვასწავლის. გვასწავლის ისე ვიმოქმედოთ, როგორც ჩვენი პატრიარქი მოქმედებდა. და რამდენიმე ჩამოვაყალიბებ, მაინც იმდენით რო არა გვაქვს და ძირითადი საფუძველი რომ ყოველ ნაბიჯი იტყუებიან და აი ამ ტყუილების გაშიფრვა, ანუ გამომზეურება მინდა რაღაც ორ პატარა რამდენი 10-15 წუთში, რამდენიმაც შევძლებთ და მე მომავალში უკვე ეს ამ თემებზე ჩვენ ისედაც ვისაუბრებთ, უკვე ფაქტიურად საუბარიც აკმარა, ეს არის ბრძოლა ჩვენი წმენისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის. მაგრამ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ამას, უკვე მე შეძლებს დაგვარად, მეც ვიტყვი და თუ რამეს ზედმეტი მომივიდა, ცოტა რაღაცას გადაუხვიე ჩემო მეგობრებო, ჩემო ფოლოვერებო, უცბად მითხარით, აკა, ჰოპ, ენა გაჩედი, თავი შეიკავე, ემოციები გააკონტროლე. დავიწყოთ. ესე იგი, პატრიარქის დაკრძალვა გაშიფრეს როგორც კერპთაყვანისმცემლობა. სტალინის აყორია ამდენი ისაო, ლენის აყორიაო, რა გახდაო, ბრეჟნევიო, სულთა ბრეჟნევი და სტალინისტები ხართო და აი ამ ხალხს იმ ადამიანებს ბავშვებთან ერთად ოხუცე მთელი საქართველო რო იყო, ამას გვეძახიან ჩვენ კერპთაყვანისმცემლებს და ამატებენ რომ ბნელები, გაუნათლებლები და ზომბირებულები და ამას რო გეუბნებია და უცბად ემოციური ადამიანი ამაზე პასუხს მოსთხოვს, ან წამოარტყავს, ან რაღაცა და მერე ხვირიან, ჩაგრავენ დემოკრატია, თავისუფლება და სადარისო. მე წეღანას ვთქვი, დემოკრატია და თავისუფლება თუ ცოდვაში გადადის, ეს არავის არ უნდა, ჩვენ ვართ მორწმუნე ქრისტიანი ადამიანები. ყველაზე თავისუფალი ადამიანი დედამიწაზე არის ქრისტიანი ადამიანი. იმიტომ რომ ქრისტიანული სწავლება, ღმერთის სწავლება გეუბნება უფრო ეს ასე და თავისუფალ ნებას გაძლევს და თავისუფალ არჩევანსაც გაძლევს და რატო უნდა ვიყო მე, რატო ვარ მე ხა არათავისუფალი ქრისტიანი ადამიანი. მაგრამ არაო, შენო ღმერთის კანონებით ადიხარო და ღმერთი ჩაგრასო და დიქტატურას გეკეთებსო. ესე იგი, ის სიბიწეები, ის თავისუფლებას რასაც ეძახიან დაცინვას, მუქარას, აი რაც მინდა ჩემი სხეული ჩემია, რასაც მინდა გავაკეთე, ეს არის თავისუფლება. სიბიწე თავისუფლება, იმიტომ მასე უნდა და შენ რო უპირისპირდები და შენ რო ეუბნები რომ ეს არ არის სწორი, ის მოდის თავისუფლების დიქტატორი, ტერორი და ლიბერალიზმი და რავი 1000 სახელები დაარქმენ და მოდის ლიბერალური ტერორიზმი. ამ ლიბერალურ ტერორიზმს რო დაუპირისპირდები და წყნარად ჩვიდათ რო დაუპირისპირდები, უცბად მოგაკრავენ იარლიქს რომ ხარ ბნელი, ხარ უსეთუმე, ხარ კაკების თანამშრომელი და ნუ 1000 სიფიძურეები. მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ მეგობრებო? აი მეც ჩემი არხიდან გამომდინარე რომ ჩვენ გაუპირისპირდებით, როგორც წეღანა ვთქვი, ვიდეო თუ აი არ ეხო აი რაღაცებს იტყვის ადამიანი ეუბნები და უარს ამბობს. ეხლა თქვენ იცით მე საიდან ვარ, როგორი წრიდან ვარ წამოსული და გავლილი მაქვს ეს ყორა და მე ხშირად ვამბობ, აი შენ კრიმინალი ხარ, ეხლა ზოგი მეტყვის, შენ ვიღაცა ნაჟდომი ხარ, ნახიშტარი ხარ, მაგრამ იქ არადროს ისეთი არეულობა არ იყო, როგორც ეხლა ხდება, როგორც ხდება დღევანდელ სამყაროში. რატო? იმიტომ რომ ადამიანი რო სიტყვას იტყოდა, ის უნდა შეესრულებინა. თუ მოიტყუებოდა, ზოგჯერ გამოსდიოდა, მაგრამ აქედან გამომდინარე, როცა მიდიოდა გარჩევები, 2-3 კაცი გვერდზე უნდა დგომილიყო, რომ მე დაეკონკრეტებინათ ბოდიში სიტყვებზე და დაეფიქსირებინა და მე ვერაფერს ვერ ამბობდა, ხო? აი გარჩევებზე და ალბათ ბიჭები მიხვდებიან ქუჩურ გარჩევებში და სადაც არ უნდა იყო ყოველთვის კონკრეტიზაცია და უნდა ყავდეს ადამიანი, რომელიც სიტყვას რო იტყვის და თუ შენ გადაუხვე, იქ უნდა ყავდეს დამადასტურებელი პიროვნებები, რომ ამ
მათხვარ ადამიანმა, რომელიც სიტყვას გატეხავს, ეს არ განახორციელოს. თანამედროვე დროში ჩვენი არხიდან გამომდინარე და ამ ვიდეო რგოლების დროს გამომდინარე ჩვენ რა უნდა დავუპირისპირდეთ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავუპირისპირდეთ. არის ლოგიკაზე, არგუმენტზე, ფაქტებზე დამყარებული არგუმენტებით, 7 ურთიერთობით, როგორც პატრიარქი იყო. მე არ მახსოვს, რომ პატრიარქს ზედმეტი სიტყვა აეციოს ან დაეციოს. ის ღვთაებრივი კანონებით გელაპარაკებოდა, ადამიანები ადამიანური კანონებით ელაპარაკებოდა, მაგრამ მაინც ვერ გებულობდნენ და მაინც როგორ გითხრათ, ტალახი და ის მოაცხეს, მაგრამ ეს მეთოდია, ეს არის ბრძოლა. ნუ კაი, ეს გასაგებია, უკვე პატრიარქმა თავისი გააკეთა და დაგვიტოვა, როგორ უნდა მოიქცეთ და ჩვენ აქ დარჩენილებმა უნდა გავაგზავნოთ ეს გზა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბრძოლა არის, მოდის ბრძოლა. უბრალოდ რა არის იცით, ეს მებრძოლი აკაცუკები და ეს ასეთი ტიპები სიტყვაზე კი რეალობა, აგერ 2 მილიონი ადამიანი ასე ფიქრობს, მაგრამ 200-300, ახლა 1000 ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, ეს 1000 ადამიანი ტელევიზორებში და ინტერნეტებში არიან და გარედან რო შეხედა, გონია რომ ეს ადამიანი არის ხალხი. ასე არ არის? მაგრამ რა ვქნათ, ეხლა ხო არ მოუკნავ, ხო არ გადაული, თუმცა ესე საშიშროება თუ ამოუვიდა მილიონ ადამიანს ამათი გამოხტომებით, ახტომებით და ისინი გადაულია, მაგრამ ჩვენ ხო ეს არ გვინდა. ჩვენ ხო ღმერთის გზით ვიდივართ, უფალი ამას არ გვასწავლის. ჩვენ როგორ ვამბობთ, რომ უფალი როგორ გვეუბნება, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. მომწიფებულ დროზე უნდა იყოს მზად. და ეხლა რეალურად ხო ესენი მაინც ყვირიან ტელევიზორებიდან, მაინც ყვირიან, მაინც შეურაცხყოფას აყენებენ ამ მილიონ ადამიანს, მაგრამ აი უბრალოდ ზოგიერთი მიკვის ხოლმე ესენი რატო ვერ ფიქრობენ, რომ ეტყობა მათემატიკაშიც ვერ არიან ნორმალურად. ვის უპირისპირდები, რას უპირისპირდები, მაგრამ შევხედოთ ტელევიზიებს, ინტერნეტის სივრცეს, მაინც არისვენებენ და არისვენებენ. ნუ რა ვქნათ, არისვენებენ, ალბათ მოждდებიან, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენებურად ჩვენი საქმე გავაკეთოთ ღირსეულად, კაცურად, ადამიანურად და ქრისტეს მიერი სიყვარულით. და ამ ადამიანებს, ვინც ებრძვის ჩვენ რწმენაში, ჩვენ ქართულ სულს, ყველაზე მაგარი მეთოდი, მეგობრებო, აი თქვენც ალბათ სადღაც ვიღაცა გეყოლებათ ან მეზობელი ან სადღაც ამათი რომ მოგიწევთ, ყოველთვის დააფიქსირეთ ტყუილი. ყოველთვის დაუფიქსირეთ ტყუილი. ეს უნდა აჩვენოთ და მერე შედით. აი კი არ დაუწყეთ მტკიცება, მე მართალი ვარ, ის მართალი, არაფერი, დაიჭირეთ ის რაში იტყუება და თუ გაქვთ ვიდეო აკია ადამიანები თუ ყავს, ვინც თქვენთან ერთად ილაპარაკა ამ ადამიანთან, მერე შეცვალა თავისი აზრი, ვინც დააფიქსირებს, ვიდეო რგოლი, განათლება და ასე შემდეგ. ნუ ჩვენც ახლა პატარა ექსპერიმენტი კი აქვს, პატარა ჩვენი ბრძოლაც ასე იქნება, როცა ხა ჩვენი ბრძოლა რა არის, ჩვენ გაჩვენებთ აი ერთ-ერთი უბრალო ადამიანის ცხოვრება ჩემი სახლით სხვადასხვა სიტუაციებში ტრაილერის ვამბაში, მაგრამ სამშაბათობით და უბრალოდ არა მარტო სამშაბათობით კი პოლიტიკას ვეხებით, მაგრამ ჩვენი არხი და ჩვენი არსი იმაშია, რომ ჩვენ ყოველთვის შევეცდებით კი რა ვადებულები ვართ ვაჩვენოთ ის რაც არის მარჯვნივ, არც მარცხნივ. იგივეა პოლიტიკაში, იგივეა რწმენაში, იგივეა სიყვარულში, იგივეა ისტორიაში, იგივეა მაშინ საერთო ცხოვრებაში. მოდი მე სანამ ამას დავამთავრებ, მე მინდა ერთი ხო, აი ტყუილების ვიდეო კოლაჟ გამოუშვა და მე ხშირად გავაკეთებ ხოლმე ამას, რომ ჩვენ ვამხილოთ და ვაჩვენოთ, რომ ვისთანა გვაქვს საქმე, რა ხალხთან გვაქვს საქმე და ეს ხალხი როგორ იტყუებია, მაგრამ ჩვენ კი არ უნდა თავში ჩავარტყათ, უბრალოდ ვაჩვენოთ რა სახეა და მე ყველაფერს აქვს თავისი დრო და ალბათ თვითონაც მიხვდებიან, რომ არ იქცევიან ისე როგორც საჭიროა და ალბათ შედეგზე გავლენ. არ გავლენ შედეგზე და შედეგი რა არის? სიმშვიდე, სიწყნარე და უფლის გზა. მაგრამ არ გავლენ და ნუ რა ვქნა, მაშინ დააბრალო თავის თავს. კაი, ახლა გავუშვებთ ამ ვიდეოს, ცოტა ცუდად არის ჩაწერილი, მაგრამ არა უშოს სათქმეს და სანახავს თქვენ მიხვდებით. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს ყავს
პიდარასტის მამაცმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარესინოთ. მოდით იმას ავქნათ, რა ქვია. გაცეს საპატრიარქო იმ ბრალდებელს, რაც მეუფე პეტრემ წაუყენა. არ ზოგადად იმ ინფორმაციას ჩავუგდივარ შოკში, რომ სამღვდელობას შორის შესაძლოა ჰომოსექსუალები იყვნენ. რა თქმა უნდა არიან. ორი ადამიანია ამაზე პასუხისმგებელი. ერთი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე არის პატრიარქი. თქვენ არ დაგუბრება ლაპარაკობ, ღმერთის სახელი. თქვენ თვითონ გამარეთ, დაიგრიჯეთ წვერი და წადით თქვენ. აღარ გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ. ხმა არ ამოიღოთ არავინ. იმიტომ რომ სამარცხვინოები ხართ, მართლა სამარცხვინოები ხართ. ოცნება და საპატრიარქო ერთად. ეს ხალხი გთვლიან რომ შენ ხარ ჩვეულებრივი ჩმორი, რომელსაც კი არა აქვს. ხმა ამოიღეთ, აჩვენეთ ამ მართლა ვინ არის. მე თავარ პასუხისმგებლობას ვაკისებ ილია მეორეს ამ ქვეყნის შეფერხებისთვის, ამ ქვეყნის საპატრიარქოს დაბნელებისთვის. საპატრიარქო სამწუხაროდ არის სიბნელის გამომხატველი. როგორი შირმაც არის ამ ხელისუფლებისთვის პროდასალური კურსი. ზუსტად ისეთივე შირმა ქრისტე და სიყვარული ჩვენი ეკლესიისთვის. ჩვენ საპატრიარქომ არ უნდა გუმართოს. საპატრიარქოში დღეს რუსული გავლენებია. საპატრიარქო ებრძვის თვითმმართველობას, თანასწორობას, თავისუფალ არჩევანს. ასე ევროპულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. შენ საქართველოში არსებობენ დობოლა, შავწვერა, მაჯლა ჯუნები. პატრიარქის თანადები. რას ნიშნავს მისი უწმინდესი და უნეტარესი დუმილი და უმოქმედობა? და თუ არ მოსწონს რაც ხდება მის ეკლესიაში, მაშინ წავიდეს. მიკვირს როგორ გაუძლო ჩემმა გულმა, ჩემმა სხეულმა, სულმა ამდენ განსაცდელს. პატრიარქო გვიყვარხარ. პატრიარქო გვიყვარხარ. პატრიარქო გვიყვარხარ. საქართველო იყვარხარ. საქართველო იყვარხარ. საქართველო იყვარხარ. ნახეთ ხო მეგობრებო, რა ხალხთან გვაქვს საქმე. ეხლა უყურეთ, ბუნებრივი ადამიანი გაღიზიანდება, ზოგი გაბრაზდება, ზოგი ხო ბუნებრივია, ვისთან გვაქვს საქმე. მაგრამ უყურეთ მეგობრებო, ჩვენ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ასეთ ხალხს. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ეხლა ადამიანი არის ემოციები, ხო? ეხლა გასაგებია, შეიძლება შენ არ მოგწონს თავრობა, არ მოგწონს მართლმადიდებლობა, არ მოგწონს ჩემი სახე, არ მოგწონს ჩემი ტრადიციები. გემოვნებაზე არ დავუყე, მაგრამ აი ესეთი ფორმით რო გამოდიხარ, ასეთი სახით რო გამოდიხარ, იგინები, შეურაცხყოფას აყენებ და თვითონ სამართლიანობას ევი, შეიძლება ებრძო კიდევაც სამართლიანობა, ეს ნორმალური ფორმაა. აი წარმოგიდგენთ, მე ვარ ავანტყოფი, კიბო მაქვს და კვდები და ვიღაცამ შე კიბოიანო, შე ასეთო, შე ისეთო. იმის მაგრა და მოვიდე და მითხრა, იცი აკა შენ იქნებ ასე გააკეთო, რომ ის იმკუნალო, რაღაცა გამოასო. არა შენ ასეთო, ისეთო და დორგლები გადმოგდის და ექიმ მოვიდე და წარმოგიდგენთ, აი რა უნდა გავაკეთე, რა რეაქცია გექნება. აი მაგაზე ვერ ხვდები, სულთა რაციონალურად, გინდა პოლიტიკურად, პოლიტიკოსი რას ნიშნავს, რომ რაციონალურად რაღაცა გამარჯვება გინდა. გასაგებია შენ გინდა გაიმარჯვო, რაღაც თავრობაში მოხვიდე, რაღაცა შენი პოლიტიკა გაატარო, მაგრამ ასეთი მეთოდით, ასეთი გინებით, ასეთი შეშლილი სახეებით არ გამოვა, ხო? მით უმეტეს ქართველებს, ხო, როგორი ემოციურები ვარ და ერთ სიტყვას რო არ შეარჩენ. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? უპირისპირდებით ფაქტებით, მაგალითებით და არგუმენტებით. ნუ პირველი არგუმენტი მეგობრებო. ალბათ თქვენ მოსწონთ, ჩვენ ვართ ზომბირებულები.
აი რა გვეყთობა მეგობრებო ზომბირებულებია ხო ეს არის ვიღაც ჭკუაზე დაატეხა შენ თუ ღმერთის და უფლის ცნებების და სწავლების ჭკუაზე დაატეხა ეს ზომბირებული ხარ მეტყუილია ესე კი მათყუებ ხო ზომბირებული რატოა მე თავისუფალი უფლის გზას მივყვები რომელიც მეუბნება თავისუფალ არჩევანს გაძლევ აი არა შენ ზომბირებული ხარ ზომბირებული ტყუილი ძალიან გავრცელებული ეს ხმარო ბნელები ხართ ბნელები ამათ როგორ გონიათ იცი რახან მაგათ აზე არა ხარ ესე კი შენ ხარ ბნელი და რაში გამოიხატება ჩვენი ბნელობა რომ რაღაცა მაგათი ხედვა რომ ის თავისუფალი ჩემი სხეული ჩემია და რასაც მე იმას გავაკეთებ და ეს არის და მე რახან არ ვეთანხმები ბნელი ვარ აქაც ღმერთი ზარ იმიტომ ღმერთი გვეუბნება რომ სოდომური ცოდვა არის გარღვევა და დიდი ცოდვა ესე სასიკვდილო ცოდვა მაგრამ ის გეუბნება რომ შენ ხარ ბნელი რა ვიცი ეს ბნელობა ესა მე თუ იმაზე ზრუნა რომ ჩემი სოდომური ცოდვი და გამომდინარე პრობლემები არ უნდა გავცეთდეს ჩემ სამყაროში და ამაზე წინააღმდეგობას უწევ ეს არის ცოდვა ხო ბნელობა უბრალოდ ასეთ რაღაცას რო ამბობენ ხოლმე კიდევ აი სხვათა შორის გური დამწყავი ტურაშვილი ციგნები ჩემ ხელაა დავით ტურაშვილი და გამოდის რომ ეხა რუსეთს ვერიდან ამ რუსეთზე მე კიდევ ვილაპარაკ გასაგებია რუსეთზე და ევროპაზე აბა კაცებს აპატიურებენ აბა სად გაპატიურე ევროპაში წახვედი გაგაპატიურეს ეს ბიჭო გაპატიურებას ვინ აიჭერს ესე ვინ გაგაპატიურებს მაგრამ ის იდეოლოგია რო ამბობ აი ტურაშვილზე აი ძალიან გულინწყდება და ნებისმიერ დრო შევხვდები და აი მე ყოველთვის იმას ვიძახი რომ ნებისმიერ ადამიანს შევხვდები პირისპირ და დავწყდი და დავილაპარაკე ხოდა აბა ევროპელები გაპატიურებენ ახლა ამერიკაში რო ხარ გაპატიურებენ ბიჭო რა შუაშია გაპატიურებენ აქ არის იდეოლოგია როდესაც შენ დააკანონებ ცოდვას რომელიც ევროკავშირი პირდაპირ თხოვს არ უნდა გეუბნება რომ ეს კანონი დააკანონებ თორემ მე შენ არ მიგიღებ და ამ დროს შენ ბავშვი გეზდება შენ ქრისტიანულ ღირებულებებს ამას ასწავლე და ამ დროს არაუშავ ესეც კანონია შეიძლება კაცი კაცთან ქალი ქალთან შეიძლება და ბიჭო შეიძლება აკარბა ხვალზე იმას იმ ჩემ ბავშვს ჩემ მომავალ თაობას აზრი ხო შეეცვლება და რა ვიცი ახლა და მე ვარ ბნელი და ამიტომ მეძახი მე ბნელს ასეთი ტიპები იძახიან რომ ეს სოდომ გომორული ცოდვა ადრეც იყო ეხლაც არის და მომავალშიც იქნება არავინ არ გეწინააღმდეგებათ არის და მე პირადად ჩემ საწარმოში 1-5 ისამყავს მაგრამ ის არ მოდის და არ გიჩხიკინებს კაცო იმას თავისი პრობლემა ყოფნის მაგრამ შეიძლება ხარ დროში ამას მეუბნები რომ ეს არის ნორმა ამ დროს მე სხვანაირად ვარ გაზრდილი ჩემი წინაპრები ჩემი საუკუნეები ჩემი ქრისტიანი ჩემი წენა მეუბნება რომ ეს ცოდვა და დამღუპველია და ამ დროს შენ მეუბნები ამას თუ არ მიიღებ შენ კაი ცხოვრება არ გექნება სულ არ მინდა მასეთი ცხოვრება თუ მე მორწმუნება და თუ გინდა უკვე შენინება მაგრამ შენ არჩია და აქაც ის ძირითადი პოსტულატი რომ თავისუფალ ნებაზია ყველაფერი დამყარებული ეს არ უნდა იმიტომ ისე უნდა როგორც მას უნდა და მე მეუბნება შენ ახან ისე არ გინდა როგორც შენ გინდა ამიტომ მე ვარ რადიკალი და ბნელი და ჩამოჩენილი აი მაგაში უნდა ვაჯობოთ მეგობრებო რომ ჩვენ ჩავეხა თუ წამოვარტყავ და იმას და ეს არ უნდა გავაკონდა დაუდო და ჩვენ უნდა დაუდოთ ეს მაგალითები ჩვენი საქციელით ჩვენი მოქმედებებით და როგორც ვამბობთ არგუმენტებით ფაქტებით და რეალური სიტუაციები უნდა ვაჩვენოთ ეხლა ჩვენ რაც ვიდეო ვნახეთ ასეთი სიტყვა ქართულში შეპყრობილი რას ნიშნავს და ამას შეურაცხყოფად ღებულობ არა ხარ ხო შეპყრობილი რა არის ერთ აზრზე ხარ და სხვა აზრის გაგება არ გინდა აი ეს არის შეპყრობილი რაღაცა დაპყრობილი ხარ ცოტა მოხსენი რა ცოტა გაანალიზე მაგრამ არა ისინი ან მან ბევრი ვერსიებია ან ფულით აკეთებენ ეს პოლიტიკოსები ფულს აძლევენ ან რაღაცა ინტერესია რაღაცა მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მაგათ ექვემდებარება იმიტომ რომ ტელევიზორებში ინტერნეტ სივრცეს ყველგან მაგენი არიან და ვინაიდან ესმით ეს ტელევიზიაში და ინტერნეტ სივრცეში გამოსვლები ამიტომ ისინი პრადვინუტებიან განათებულები და ჩვენ ჩამორჩენილები და ამ დროს რეალობა შეხედე გუშინწითელი გუშინდელი ამბავი რომ
არა ხალხო, ჩვენ არა ვარ ჩამოჩენილები. ჩვენ უბრალოდ რახან შენ ითმე და ზედმეც არ გაკადრებ, ამიტომ ვარ მე ჩამოჩენილი. პატრიარქიო იმებს ინტერესებს აკეთებდა, თავის ინტერესებს ატარებდა. იო, პატრიარქი ასეთი ღვთისკაცი რო არ ყოფილიყო. ერთი სიტყვა იყო პატრიარქისთვის. ეთქვა, აბა გადაუვარეთ. და ეს აკაცუკები და ეს მაკაცუკები და ეს ავიცი მეტასავლათეები, კაი გაგებით ვიძახით, ცუდი გაგებით ვიძახით, დასავლეთი პროგრესი და ის არ უნდა. ხო ხუწუჩი ხო განადგურდებოდა. აი თუნდაც ეხლა გროვა მიდის, ამდენი მილიონობით ადამიანი სამებაში მიდის, რომ პატივის ეს, რა ქვია, პატრიარქს ბოლოგზაზე გააცილოს და ამ დროს რუსთაველზე გამოდიან 200-300 კაცი და ერთი სიტყვა უნდა უთხრა და ეს ხალხი რო ეთქვა ვინმეს იქ მეუფეს ან ვიღაცა ეკრეს არ გაანადგურებნე. ხო, მაგრამ არა, მაგათ გონიათო ჩვენ რუსეთს მოუგებთ და გადაუგებთ და ასე შემდეგ. მე აი კიდე რო ყავთ ახლა აქეთ 1000 მამაო და ესე და იქით ყავთ დოროთე, პეტრე, რა ქვია, მარტვილელი და ლიდერობა მოინდომეს და რაღაც დინამიკა. გამოდი, აბა, დოროთე რო ხარ, დამიჭექი, ხო ხარ სასულიერო პირი, ხო ხარ ბიბლია კარგად იცი. მე პირადად ნებისმიერ ადგილას დავждები მაგის წინ და ვილაპარაკებ და დავასაბუთებ, რომ ადამიანი სასულიერო პირი ხარ, ხო, წვერები დადიხარ, შენ ფოტოსკე რა გინდა, ხო, ხა ის პარლამენტაროდ დგას ის ხალხი და ის გინდა შეაჯახო ამ ხელა მასას და ვერ ისვენებ, ხო შეიძლება წყნარად მოგვარდეს ესა. ამ დროს ჩვენ არ გვინდა გადავლოთ, ხო? აი ჩვენ ბნელები ვართ, ესენი პროგრესულები არიან, პროგრესულები. ამ დროს როგორ არის მეგობრებო, ბიბლია ძალიან მარტივი წაკითხვა უნდა. და ეხლა არიან ზოგი თეოლოგები, ბიბლია კარგად იცის და იმან არ იცის. და თუ კარგად იცი და თუ იცი რომ სიყვარულს და ამას ქადაგებ, იგივე გვერდზე რომ ქადაგებ იმას რომ იმ შენ ქადაგებას რა შედეგი მოყვება, ამაზე რო არ ფიქრობ, ეს რა არის. მაგრამ ჩვენ მართლმადიდებლები არ აქვს მნიშვნელობა, ცოტა ისეთი ერთგული ადამიანები ჩვენ ბნელები ვართ და ისინი პრადვინუტები არიან. ბიჭო, გასაგებია, შენ არ მოგწონს მართლმადიდებლობა და რაღაცას ვერ გებულობთ, ეხლა ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გასაგებია, რომ მოდიხარ და აგინებ და აფურთხებ და საჭმელებში ფურცა დებ და ოღონდ იმან ვიღაცა რაღაცა თქვა, როგორა თქვა და ტყუილზე რო გაქვს დამყარებული ეს მთელი ფილოსოფია და შემეცნება და მე მიპირისპირდები. შენ ტყუილით ახარ განათებული და მე რახან ვცდილობ რომ ტყუილი არ მოვახვიო ჩემ თავ და ჩემ გარშემო, მე კერთაყვანისმელი ვარ და მე ვარ ბნელი. ნუ არ ვიცი. ეხლა არ ვიცი კითხე, მაგრამ არ ვიცი ზარის ესენიც როგორც აი პატრიარქი ყველა ღმერთი, ყველა შვილები, ჩვენ ღმერთი შვილები ვართ. ღმერთი არ აგარჩევს, ის просто გასწავლის. შენი მცუცად შენ თვითონ ირჩევ. ყველა ირჩევ თავის გზას, იმიტომ თავისუფალ არჩევანზე ხარ. მაგრამ გასაგებია, შენ არ მოგწონს ეს ჩემი ეს მილიონობით ადამიანი, რომელიც მართლმადიდებლურად ფიქრობს, არ მოგწონს, გასაგებია. და ამისა დავდე, დავილაპარაკოთ. შეიძლება შენ ხარ მართალი. ჭეშმარიტება ერთია, მაგრამ იმ ლაპარაკში რატომ აგინებ, რატომ აფურთხებ, რატომ შეურაცხყოფას მაყენებ? ეს არ გიფიქრიათ, მაგრამ იქით რომ გააკეთე რაღაც თიც შეეხები და რაღაცა წამოარტყავ, ამაზე ერთ ამბავს ტეხავი. მითხარი ახლა ვინ არის აქ ბნელი? ჩვენ არ გვინდა ასეთი გზები. ისინი იმათ უნდათ და ყველაფრის კადრელები არიან. ამას ვამბობ. კადრელები არიან და ფაქტებსაც მოვიტან. მე ტყუილობას მე დიდი დავიწყე ვიდეო რომ ყველა ჩვენ სიტყვას და გამონათქვას ფაქტებით, არგუმენტებით და მაგალითებით გავამაგრებთ. და არა იმიტომ რომ უნდა გაჯობოთ, არა უბრალოდ ვაჩვენოთ ის რაც არის. ან ეს გავცერებული ხმა რომ ახლა შენ საპატრიარქოს ხარს უჭერ, იქ ყველა არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი. რატო იტყუებით, მეგობრებო? რუსები არიან მართლმადიდებლები, ჩვენ ვართ არის ღვთაებრი კი? არავინ არ ამბობს, რომ რუსეთს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე საქართველოს და ძალიან ბევრი რაღაცა ცუდი რაღაცაა გაკეთებული. მაგრამ
შენ გინებით, განზღვა გინებით, ჯერ ესე ვერც მოერევი, გამურიცხულია, ხო დიდია. ამ დროს ღმერთი გეუბნება სხვა გზით გააკეთე ეს. მე მომეცი, არა მე ჩემით მინაჩევ და რახან მე და ჩემნაირი ადამიანები ფიქრობთ რომ რუსეთთან ცოტა ხილად უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ რუსეთვილები. დამიდეთ, აქტი დამიდეთ. საბჭოთა კავშირის პასპორტს თუ დამიდეთ, ეს თუ აგენტობა, ნუ ეს უკვე ადამიანები დამიდეთ, რა ინტერესს ვაკეთებთ, რა ინტერესს აკეთებს, რატო აკეთებს საპატრიარქო რუსეთის საქმეს? იმიტომ რომ შენ რახან ევროპაში გინდა და ევროპულად არ ფიქრო და ფიქრობ ისე რომ რუსეთს რაღაცა ლავირება გააკეთე, ეს გააკეთე, მე ვარ რუსეთი. ესე იგი რუსეთი მე ვარ, ესე იგი მაგინებ. შეურაცხყოფას მაყენე და მე ეს რუსეთი მე ჩემნაირი ტიპი და 1000 ჩემნაირი ტიპი რომ იქ წამოგარტყავს, ამაზე იძახი ადამიანთა უფლებების დარღვევაო. არ არის ტყუილი და მე ტყუილებში დაგიჭერთ და ჩვენ დაგვიჭერთ და საერთოდ ზოგადად მეგობრებო ყველა ასეთი მოწინააღმდეგეები ყველაზე ნაღდი გზა არის ადამიანი დაიჭირო ტყუილში. დაიჭერ ფაქტები უნდა დაუვდო, მაგრამ ეხლა ზოგი ისეთი თავხედია რომ ვიდეოზე გადაუღებ ესე გაქვს, ნათქვამ ესე გაქვს, მაინც მაგაზე იძახის უარს. ესე იგი შეპყრობილი, ესე იგი ვერ არის თავის მატოზე, თავის ჭკუაზე. მაგრამ რა ვქნა, ისევ ადამიანური სიყვარულიდან, ჰუმანური ღმერთის სიყვარულიდან ამ ადამიანებს უნდა მოუთმინოთ იმას ანიშნავს რომ გაატანინო ყველაფერი ის კი მოусმინოთ ჩვენ დაუპირისპირდეთ მოусმინოთ და ასთა სხვადასხვაობა გავუზიარო და ფაქტებით გავამაგრო არავითარ შემთხვევაში როგორც ისინი იქცევიან შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ არ უნდა ვაკადროთ მაგრამ ფაქტები არგუმენტები მაგალითები ყველაფერი უნდა დააუდოთ აი მე თვამინდოდა მეგობრებო ეხა ვიდეო ამის საშუალებას არ იძლევა თან როგორ არის ხომ მოვდივარ ერთ ამბებში ვარ ზუსტად ყველაფერს არც ისეთი ადგილია მაგრამ ეს პროცესია ეს არის ცხოვრება რაც სამყარო შექმნა დედამისმა ერთმა სატანა ეშმაკი ებძვის სატანა რო ეტყვის სატანა არის მოწინააღმდეგე ანუ მოწინააღმდეგე აზრი არის ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ ქართველები 1000 ენერგიული ხალხი ვართ 1000 აზრები გვაქვს 1000 ფიქრები გვაქვს ემოციურები ვართ ამბიციურები ვართ როგორ გინდა ეხლა დავეტაკოთ ერთმანეთს დავეჭახოთ აბა გადი გამატარე და გადავლაზე ვიყოთ ჩვენ ეგრეთ წოდებულ ბნელ ხალხს ეს არ გვინდა ჩვენ გვინდა არგუმენტირებული ფაქტებით და აზრით გაკეთებული საქმე მე აი პირადად ეხლა ცოტა ისე გამოდის მე ძმაო 1000 რაღაცაზე ვარ გავიდე 3 ომმა გამოვლინე ცხოვრებაში ბევრი რაღაცა და ვინე რამე რა ძალადობა არ მერჩი ძალა არა მაგ თუ ვერ შევკრიფა მაგრამ არ შეიძლება ამის გაკეთება იმიტომ რომ უფალი გვეუბნება მაგას უფალი გვასწავლის ამას მენი ოქროს სიტყვა მოთმნები და შეიძლება მოიპოვე სული 11-12 წლის ვიყავი ეს პირველად პატრიარქისგან მოვისმინე მე იქ ეზოში რომ დარბოდი და იმის შემდეგ მოვდივარ და მე მეუნები რომ ჩემ მასწავლებელზე ცისფერიაო კოლუმპირებულიაო საქართველოს არ უყარდაო კაკებეშნიკიაო ისე და რამდენ ტყუიში უნდა დაგიჭირო ხო აგერა ვარ მე ცოცხალი ადამიანი ნებისმიერ ადამიანს ღია დისკუსია შევყვები მაგრამ შევყვები სიყვარულით არგუმენტებით მაგალითებით ვიდეოებით და რაციონალურად და არა ჰაერში ნათქვამი სიტყვებით აგით მეგობრებო ცოტა ემოციურად გამოვედი მაგრამ გონი ზედმეტი არ მომივიდა ხო მეგობრებო ჩემო ფოლოვერებო მეგობრებო თუ რამე ზედმეტი მომივიდა პირდაპირ შენიშნა მითხარით მე არ არის პრობლემა თორე არგუმენტები მაგალითები მე მზათა ვარ ყველას გავცე პასუხი ნორმალურ ფარგლებში და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და უაზრო სიტყვები და რაღაც უაზრო უპრაგონო სიტყვები არ ვაკადროთ ერთმანეთს აი ვიდეო გაჩვენეთ და შემდეგში ყოველ ტყუილზე ყოველ უაზრობაზე სიტყვები და არგუმენტები თუ არ ეკმარება მე უკვე ვიდეოს და იმებს გამოუშვებდა და მე უკვე ადამიანებმა თვითონ არჩიონ იმიტომ რომ თავისუფალი არჩევანი არის ყველაზე თავარი ღირებულება რწმენაში ურთიერთობაში და მოქმედებაში აგით მეგობრებო ჩვენ დღევანდელი პოლიტიკური თემა
განვიხილეთ აქ ესე თუ ისე და განვაგრძო ჩვენი ვიდეოები, ბევრი რაღაცეები მაქვს ჩაწერილი, ცოტა 5-6 ძველი ვიდეოები იქნება, ამას გავავშოთ და მე ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. კომენტარებს ყველას მოусმენ, ყველას პასუხს გავცემ, შეძლებს და გვარად შეიძლება უცბად ვერ გავცემ, მაგრამ 2-3 დღეში ხო ხედავთ როგორ რიაში ვარ, ისიც ნახეთ, სულ გადარბენებში ვარ, გადმორბენებში, მაგრამ რა ვქნათ, არის თემები, რომელიც გინდა იმუშაო, გინდა არ იმუშაო, ნებისმიერ დროს ეს შენი პოზიცია უნდა დაიკავო და დააფიქსირო. იმიტომაც შემდეგში ცოტა რომ დავწყნადებით, ალბათ უკვე თბილისში ან სადმე უკვე წყნარ სიტუაციაში თუ იქნება პრობლემები, მე ყოველთვის მზათა ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდები, ნებისმიერ განათლების, ნებისმიერი წამსის, ნებისმიერი მორალის არა, კაი მორალის უნდა იყოს. მაგიც არა პრობლემა, მაგასაც შევხვდები, პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვარ მზად, სალაპარაკოდ, სიყვარულით, სიტყვით და ღვთაებრივი სწავლებით. ესე კი ღვთაებრივი სწავლებით ვიმოქმედებთ ყოველთვის. ეხლა ვიცი რომ ბევრი იტყვის რომ რაო ესე კი კაკო გაგის და გადაირია, მაგრამ მაგაზეც გვაქვს ჩვენ ყველაფერი პასუხი. ჩვენ გვაქვს მოთმენით, სიყვარულით და ღვთაებრივი ურთიერთობით, რასაც პატრიარქი გვასწავლეთ. კარგით აბა მეგობრებო, ვიდეოებით იმედია მოვალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. უფალი იყო ჩვენი ფარველი. ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და სიხარულს.